მოგესალმებით ყველას. ეხლა ვართ მდინარეზე სათევზაოდ. ავი ძალიან პატარა მდინარეზე. იდეაში ქაშაპისთვის და თუ გაგვიმართლებს ცისარტყელა კალმახზე. აქ პირველად ვარ, არ ვარ ნამყოფი. ამიტომ დიდი მეთევი ჯერჯერობით არ მაქვს. დავიწყებ თევზაობას და ნახოთ ყველაფერი გამოჩნდება დილა არის ჯერ. დღეს ვითევზაებ Favorite X1, ეგა ახალი მოდელი 1.5-დან 7 გრამამდე, სიგრძე 2 მეტრიდან 0.3 სანტიმეტრი. კოჭა Shimano Vanquish, წნული იაპონური კლასიფიკაციით DS05. და სატყუარებსაც შეეხება გამოვიყენებ, ეხლა ამ ეტაპზე მაგ ეს იარის ტრიალა. დღეს გამოვიყენებ სატყუარებს ძირითადად იარის ტრიალებს, იარის ტრიალა, რავი, ჩემთვის უკვე ერთ-ერთი ფავორიტი ტრიალა, ძალიან მაგრებია. მაგ თან რამოდენიმე სხვადასხვა ფერი, ეგეთები, მწვანე, ვარდისფერი, თეთრი ვარდისფერი, რავი, ბევრი ფერი მაქვს. ასევე გამოვიყენებ თუ მექნა ისეთი დინებები, სადაც სელექტის ვობლერის გატარება შევძლებ. რა თქმა უნდა, სელექტის სპრინტი აუცილებლად გამოვიყენებ. და გამოვიყენებ იარის სასტრიმე ვობლერებს დინებების ძირვადები. ყანყალის თემას თუ მექნა, რა თქმა უნდა, ყანყალებსაც ვწდი და ეს ყანყალა იქნება შეუცვლელი ეს ყანყალები, რომელიც რამოდენიმე წელია ყველგან მაგარია, ესეთი კომპაქტური არსენალი მაქვს დღეს, საკმარისი ამ ადგილისთვის, შეიძლება ზედმეტიც. ნემსკავისაც შეეხება, ჩვენ ქაშაპს უკვე შეგვიძლია სამკავები თევზაობა, მე წინა ვიდეოს მერე გადავაწყვე იარის ტრიალებზე ნემსკავები, ახლა სამკავები მიყენია. იმიტომ რომ ცისარტყელა კალმახით წაყვანა შეგვიძლია. და ყველაზე ბოლოს საბოლოო სეკრეტისთვის ფლეშლურესის სილიკონები. ფლეშლურეს ვიყენებ მაშინ, თუ საერთოდ არაფერს არ შვება თევზი, არაფერზე არ მოდის თევზი, მაგ დროს ნომერ პირველი სილიკონია ჩემი აზრით ფლეშლურეს. უეჭველი დაგაჭერიებს მაგ დროს თევზს. ოღონდ ცოდნა უნდა. სილიკონი თევზაობა მე ყოველთვის ვეუბნები დამწყებებს, სილიკონი თევზაობა ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე რეზულტატიანი. უბრალოდ უნდა, დამოღამება უნდა, თავისებური. აქვს სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა წონები. ნახოთ. იმედია აქამდე არ მივა საქმე და მირჩევნია დავიჭირო ტრიალებზე, ვობლერებზე და ასე შემდეგ. დავიწყოთ და ნახოთ, გავეცნოთ სიტუაციები ჯერჯერობით, რა ვიცი, აქ ვერ გადავაგდებ, ძალიან თხელი წყალია და ვიბლი აბას არ ამას შეხვდება კარგი წყალი და დავიწყებ ეგრევე. არის, ბიჭო. ოპა, იარის ტრიალას ეგრევე. ცისარტყელა კალმახია. შენიანო. კილომეტრზე ალბათ. ოპა, დაი. ავატყვეთ პირველი კალმახი. იარის ტრიალაზე. ეგეთ ვერცხლის ფერზე. ეს შვენიერი. ეგეთ. ეგეთ, ამაჰი მოატყვით. ტრიალა არის სახის ძვალი იარიზე. იარის ბლენდერი. გავანთავისუფლე, რა თქმა უნდა, ცისარტყელა კალმახი შეგვიძლია წავიყვანოთ. და გავაგრძელებთ თევზაობას. ეგეთი ზონა. გავაგრძელოთ, მოხსნით ამას და გავაგრძელოთ. სილიკონსაც ჩავატარობა ფლეშლურესი. არის ფლეშლურებზე.
სილიკონზე ეგრევე სილიკონზე. ძალიან მაგარია ფესტივალი არის. თევზობიდან ეს გააჩენს. დიახ. ოპა. ეს დაღუნული კალმახი დავიჭირე. რა ფორმა აქვს ნახე. ვიჯა კალმახი. ვიჯა კალმახი დავიჭირე. ახე კარასივით ისა ფორმა. 1000 უბედურობას განაქცევი ალბათ 1000 დენს განაქცევი ფლეშურესმა მაინც დაიჭირა. შენიერი გამანთავისუფლება ხამას და გავაგრძელოთ. დღე დაიწყო ძალიან მაგრად. კარგი, გავაგრძელოთ. მოდი ისე მოვწდი ახლა სილიკონს ფლიტფორმზე. რამოდენიმეჯერ გავატარებ, კიდე იყოს და გადავიდეთ მე სხვა ადგილას. ცხონას ვიყენებ 1.5 გრამს, აქ დინებაა ძალიან ძლიერი. ნახოთ იქნებ კიდე გაგვიმართოს. არის ბიჭო სილიკონი მართლა გაგიჟდა სილიკონი ელა ბიჭო არ გაიქცე ბიჭო კაიზომა ყოფილა კაიზომა ეს კაიზომა ეს კილოზე მეტიც იქნება რასეთ გასაკეთე არ მოაძი ძალიან დინება როა მიჭირს აქ თანწყალში დგევარ ნელა იგარ შეძვეს სადმე ზოლა სასწაული გაჩაღებული X1 და კალმახ შორის ფლეშურესმა პატივი მცა ხა ზედიზეთ ძალიან რთული სიტუაციიდან ძალიან მაგარი სილიკონია რა უყუარია რა კარგი ზომა ეს ჯერ არ არის დაღლილი სილიკონზე ხო მოდი ბიჭო არ გაიქცე ისევ დინებაში წავიდა ძალიან ალქაჩავ იმიტომ რომ ბევრი წინაღობებია წყალში შეიძლება სადმე მოედოს როხმა დაწურა თევზი მარა ეყოფა ეხა დროა თევზი გამოიყვანო და თევზს დაგიგებ ეს კილოზე მეტია უეჭვენ ლეშნურესზე კაპიტურდა ეგეთი მაგარი ზომის ძალიან სერიოზული ზომისა ფლიტფორმი სილიკონი გლეჯვა ძალიან მაგარია კარგია გავაგრძელოთ თევზობა დაიწყო რაღაც ფანტასტიკურად გავაგრძელოთ გავანთავისუფლებ და მივხედოთ საქმეს ძალიან სულ მონაკვეთში მოვხდი
კიდევ მაწყარია და წაასურავს. აბისოი, სილიკონი გადავაგდე და ეგრევე დამიჯდა. ოპა, არის. Bicho, ეს კაი ზომა იქნება. არის. აი გადავალ იქ დავდგები, იქიდან გადავაგდებ მეთქი და შავაგდე ისე ნაადროვა და ეგრევე. რა თევზაობა გამოვიდა ძალიან მაგარი. ისე ფლეშურებზე დავშვი. აუ, ხეებში არ შეძულე. გაწყდა ბიჭო, ხეებზე გადამიჭრა. აუ, ხეებში გადამიჭრა. ჩემი ბრალი ახლა არ უნდა მიმეშვა იქამდე. აი კლდებია და ხეები და გადამიჭრა, აი, აგერა ფლურო და გადაჭრა ეგრევე. აი, არ ჩანს ახლა როგორი გადახეხილია. სად გაუსვა ესეთ ადგილში, როგორ წყდება, აუ ჩემი. აი, ხა ფლუროს გავუკეთებ და გავაგრძელოთ. არ მომეწონა ხა ეგ. ავაწყო ისევ. მოკლედ სხვებს ვეუბნები ხოლმე შეამოწმეთქო და მე დავავიწყდა. ანუ თევზაობაში უნდა შეამოწმო ფლურო. ხელს გაუსმევ და ეთყობა თუ გადახეხილია. ამ ადგილზე არ ამგონი ახლა ეგ რო იკლდები არის, მაგრამ მგონი აქამდე უკვე გახეხილი მქონდა ეგ ფლურო და მაგიტო ამიწყდა. ანუ ეტაპობრივად ესე რთულ იმაში ვთევზავთ, შემოწმება უნდა ხოლმე შიგადაში. აუ, ისევ გზობაში ვარ. საიწავიდე ახლა დავაკეთები. არის. პატარა კალმახი. გამოულოდნელად დაჯდა წყალზე გადავდიოდი ისე. ოპა, აი. ეს რა იქნება ეს პატარა კალმახია. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია წავიყვანოთ ესეთი ზომები, მე მეწოდება მაინც. გავუშვებ აუცილებლად რომ გავუშვებ. თეორია სუფთად გამოხსნა სამკავი. თუ ყველაფერმა ჩაიარა კარგად, აუცილებლად გავუშვებ. ნემსკავი გატყდა. აი. ეგეთი ლამაზი კალმახი. გავუშვით. სისარტყელა კალმახი. თვითონაც გაუგნებულია რომ გავუშვი. ეს დავიჭირე იარის 4.2 გრამიანზე. სამწუხაროდ სამკავი გამიტყდა, გავტეხია ნემსკავის ამოსაღებით. ეგეთ ფერზე. ახლა მოგე შეცვლი ამყანკალას, ის ამტრიალას. რადგან ანიმაციას დაკარგავდა უკვე და დავარყნებ აი ეგეთი მწვანე ტყვიანი მინდა რომ ვცადო ვერცხლისფერი მწვანე ტყვით. ეგეც 4.2 გრამია. ეს. ნუ ნემსკავი როცა გაგვიფუშტება, ჩვენ შეგვიძლია გოლი დავუმატოთ, ანუ მე ესე მაგაწყობილი, რადგან ძალიან ნემსკავისაც ვიყენებ ნაკადულის კალმახს და თევზაობისას. გოლზე ავიყვანთ აი ამ ღერცს და ჩამოვგიდოთ ნემსკავს, ანუ ჩვეულებრივად ეცვება. სოდა ვიგარგეთ ჩვენ. დაურე გასტორმეთ.
იმენას მაგრამ მას დაფი უნდა იყო მანდ რო ჩახვიდეს თელი რო გახვიდეს ჯანსი არა ნახე რა მთელი ეკლებია მაყურში აუ უკარა დაბრუნდება ახლა ენერად უნდა გახვიდე ჩო აი ეს ნენელა წამოდი აუ ნახე სად მოვედი აი ცოტას და მალე სამშვიდობოს გავალთ არის ოპა არის ოპა ბიჭო გაიცა აუ რა იხტუნავა ბიჭო სან გიჟი გამახიშობ ფლეშლურეზე აუ იქნები ერთი მოვატყუოთ რა იხტუნავა ეს რა იყო მოდი მოკლედ მორჩა აქტივობა თევზის საერთოდ გაჩერდა ნუ საბოლოო ჯამში მაყოფილი ვარ ესეთ გაუბედურებულ ადგილზე კიდე მშვენივრად დავიჭირეთ თევზი თან კარგი ზომები ესე იგი სულ დავიჭირე 7 ცალი სამწუხაროდ 3 გამექცა ნუ 7 ცალი ეხლა ეგეთი პატარა მდინარისთვის იდეალური შედეგად შეიძლება ჩაითვალოს დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო ფლეშლურესი ნუ რადგან თევზი ძალიან პასიური იყო და ცოტა ფლეშლურესმა მაინც თქვა თავისი სათქმელი და იარის ტრიალებზე მქონდა თავიდან დილის აქტივობა როცა იყო მაშინ ტრიალებით ვიჭერდი ეხლა უკვე არაფერზე არ მოდის ეხლა გვიანია უკვე 12 საათია და საერთოდ გაჩერდა ანუ ეხლა უკვე სხვადასხვა ადგილების მოცდას დიდი აზრი არ აქვს იმიტომ რომ ამ დროს თევზი უკვე ისედაც ძალიან პასიურია და არ მოდის ხოლმე დავასრულოთ ამით და შემდეგი თევზაობა სავარაუდოდ ისევ მდინარეზე იქნება აბა დროებით